მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგანს უღმეს სიმადლოვე იმის, რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, იმის რომ ლაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მისცემთ გაგიცნობით, მე ვარ კატო. და დღეს მინდა გავაკეთე ესეთი გაშლა, რა შემოვა თქვენს პირად ურთიერთობაში ამ ახალ თვარეობაზე, ხო? რაღაცა ესეთი სახის გაშლა გავაკეთოთ, ანუ ამ ახალ თვარეზე 2025 წლის ივლისის ახალ თვარეობას რა შემოვა თქვენს პირად ცხოვრებაში, ხო? Ну, რა ან ვინ, ხო? გააჩნია ვისთვის რა არის აქტუალური. და მოდით გავაკეთოთ ვარიანტებად, გავაკეთოთ სამი ვარიანტი. ანუ ვარიანტი პირველი, რა ან ვინ შემოდის თქვენს ცხოვრებაში ამ ახალ თვარეობაზე პირად ურთიერთობაში. მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი, იმის რომ გაგიადულდეთ წითელი, ყვითელი და ლურჯი სანთელით. პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი, რა ან ვინ შემოდის 2025 წლის ივლისის ახალ თვარეობას. ნახოთ აბა, ჩაიფიქრეთ ერთ-ერთი ვარიანტი და ნახოთ რა ან ვინ შემოდის თქვენს ცხოვრებაში. მე გადავდებ მეორე ვარიანტს, გადავდებ მესამე ვარიანტს და პირველი ვარიანტი, ვინც არჩია წითელი სანთელი, ნახოთ რა ან ვინ თქვენს ცხოვრებაში შემოდის ახალი შანსები ურთიერთობის. ნახეთ, თუ თქვენს ურთიერთობაში რაღაცა გაურკვევლობებია, გაუგებრობებია, რაღაცა ვერ ლაგდება, ხო? სამყარო გეუბნებათ იმას, რომ თქვენს ცხოვრებაში შემოდის ის ახალი შანსი, ანუ გაძლევთ საშუალებას იმის, რომ რაღაცნაირად განაახლოთ ურთიერთობა, ხო? რაღაც გადაფასება გააკეთეთ ურთიერთობის, შეცვალოთ, თქვათ, შესაძლებელი რაც არის, ხო? დაფიქრდეთ იმასთან მიმართებაში რა გაქვს შესაძლებელი და რა თქმა უნდა, შეცვლათ გააკეთოთ. რა ან ვინ? კონკრეტულად ეს ეკუთვნის ვინმე კვერთხების მეფეს, ადამიანს, რომელიც ძალიან მიზამის მიმართული არის, ძალიან აქტიური არის, ცეცხლოვანი არის, სექსუალური, ხო? შესაძლებელია ეს არ ვიცი ხა შეიძლება წარსულის ადამიანიც იყოს, მაგრამ რატომღაც ხო შეიძლება ხო თქვენ ვინ ჩაიფიქრეთ, ხო? ეს არის ადამიანი, რომელმაც იცის რა უნდა, იცის რატო უნდა და ცოტა იცით როგორი მომენტი არის, მე ესე ვიტყოდი, ცოტა ბორუსით მოცული ადამიანი. თითქოს ადამიანი ბოლომდე არ იხსნება, მიუხედავად იმისა, რომ კვერთხების მეფე ცოტა ისეთი არის, ხო? რაღაც თითქოს თავისუფალი და რაღაც ისეთი ბუნებების აყოლილი ადამიანი, ხო? ეს რაღაცა ისეთი არის, ცოტა უფრო ჩაკეტილი შეიძლება ითქვას, ხო? ადამიანი, როდესაც არ აჩენს თავის სახეს, არ აჩენს თავის სურვილებს ბოლომდე, ხო? რა შემოდის? აი, იცით რა არის, თქვენ თუ ამ ადამიანთან ახლა თუ კონკრეტულად იცით ვინ არის ეს ადამიანი და ან შესაძლებელია ეხა შემოდის, ხო, თქვენს ცხოვრებაში ესეთი ადამიანი. ეს ადამიანი არის თქვენთვის კარმული ადამიანი. ნუ ყოველ შემთხვევაში ვისთვის როგორ ვინ ჩაიფიქრეთ იმის მიხედვით, ხო, შეიძლება ახალი ურთიერთობის მდგომარეობა იყოს. ყოველ შემთხვევაში ეს არის ადამიანი, რომელიც კარმულად გამოგეგზავნათ, რომელიც მათ უნდა მოგცეთ ძალიან ბევრი ასე ვთქვათ, გაანალიზება, გაცნობიერების მდგომარეობა, ხო? იქიდან გამომდინარე, თუ თქვენ აქამდე საკუთარ თავს არ აძლევთ საშუალებას იმის, რომ გამოსულიყავით თქვენი ჩარჩოებიდან, ხო? ეს ადამიანი მოგცემთ იმის საშუალებას, რომ უფრო მეტად გაიხსნათ, უფრო მეტად განთავისუფლდეთ. ნუ ახლა ნახეთ, ვიღაცაში შეიძლება იყოს ის მომენტიც, რომ წარსული ადამიანი წავიდა და ახალი ადამიანი შემოდის, ხო? იმიტომ რომ აქ ნახეთ როგორი მომენტი, აქ გახსნა ხდება თქვენი განთავისუფლება, ხდება თქვენი იმ რაღაცა კონკრეტული მდგომარეობიდან, რომელშიც ახლა იმყოფებთ. ხო, თითქოს ადამიანი, როდესაც იწყებს თავის
სულიერ მდგომარეობაში ვიღაცის შეყვანას, ხო, ვიღაცის მიღებას, ხო, რაღაც ეს მომენტი არის. აი აქ ეს არის რაღაცა შანსი თქვენთვის, იმისთვის, რომ თუ გაახლება ხდება, ესეც შანსია იმისთვის, რომ თქვენი ურთიერთობა განახდეს და თუ აქამდე რაიმე დაბრკოლებების მდგომარეობა იყო, ეხლა მაინც გადავახოთ, ხო, ეხლა მაინც შეძლოთ ამ ყველაფრის დაძლევა. რა ან ვინ შემოდის კიდე? ახალი ენერგიებით იწყებთ ხდებით, ანუ ახალი განახლების ენერგიებით იწყებთ თქვენ ურთიერთობას, ესე ვიტყოდი. ეს არის ის მდგომარეობა, როდესაც ადამიანები რჩებიან რაღაცა კონკრეტულ თავის რაღაც ილუზიებს, ფიქრებს, ხო, რომელიც რაღაცა მოლოდინებს თმობენ, ესე ვიტყოდი და ახალი ფურცლიდან, აი ამ მოლოდინები, რომელიც გქონდა თქვა იმ ურთიერთობაში ან ამ ადამიანთან, ყოველ შემთხვევაში წარსულის ადამიანთან თუ კონკრეტულ ადამიანთან, რომელიც თქვენ ჩაიბეგეთ რაღაც მოლოდინები გაქვთ, აი ამ მოლოდინებისგან რაღაცნაირად რა არის თავისუფლდებით და ახალი ფურცლად თითქოს აანალიზებთ იმას, რომ ეს ყველაფერი თუ კი რამე ისეთი მდგომარეობა გინდოდათ და ამ ადამიანმა ვერ შეძლო თქვენთვის მოეცა, ხო? ეს ყველაფერი თქვენგან გამომდინარე იყო, იმიტომ რომ თქვენ გინდოდათ რაღაცეები დაგელაგებინათ, ან თქვენ მიეცით ამ ადამიანს ისეთი როგორ ვთქვათ, ნახეთ, არის ხოლმე ესეთი მომენტი, რომ ადამიანი არის ჩვეულებრივი ადამიანი, არ აქვს ხა ისეთი შესაძლებლობები შეიძლება, მაგრამ ჩვენ რაღაცა ეს ადამიანი ფრთები შევასხით, ხო? და ამ ფრთების რო შევასხით, ვერ გაფრინდა, იმიტომ რომ არ იცის ფრენა როგორ უნდა და მოლოდინი გაგვიმტყუნდა, ხო? იმიტომ რომ როგორ ფრთები რო აქვს, რატო ვერ დაფრინავს? აი ესე არ არის, ხო? ჩვენ შევუქმნით ის ფრთები, თორე არ ქონდა იმ ადამიანის ფრთები. აი აქ ეს ზუსტად ეს მომენტია. აქ თითქოს რაღაცა მოლოდინები, რომელიც გქონდათ, დამთავრდება. მიხვდებით, რომ ეს მოლოდინები თქვენი შექმნილი იყო და ნახეთ, ურთიერთობას მისცემთ შანსს უკვე როგორი სიტუაციით იცით, აი კონკრეტულად იცით, აი გავყვეს სიტუაციას, რაც იქნება იმას შევხედო, ხო, ის შევისწავლო, ის დავამუშავო. კიდევ ერთხელ გქონდეთ, ეს კარმული ადამიანია თქვენთვის, ამ ადამიანთან თქვენ მოგიწვევთ ძალიან ბევრი საინტერესო რამის დალაგებად, საინტერესოდ გაანალიზება, ესე რომ ვთქვათ, ხო, მოგიწევთ თქვენ ამ ადამიანთან ესე ვიტყოდი, ამ ადამიანთან ერთად დაამუშავოთ თქვენი, ვთქვათ, შიშებით, თქვენი რაღაცა ეს ხასიათი, რომ ყველასთან ძალიან ყველა გგონიათ, რომ რაღაც ესეთი იდეალურები არიან, არ არიან და არ ვართ ადამიანები იდეალურები. ჩვენი ყველაც აქვს თავისი რაღაც ესე ტარაკნებიო, რომ ვიტყვიან ხოლმე, ხო, რაღაც ესეთი აზრები, რომელიც შეიძლება, არ იყოს ვიღაცისთვის მისაღები ან ვიღაცისთვის ისეთი სასიამოვნო, ხო, ამ ყველაფრის გაგება. ასე რომ პირველი ვარიანტისთვის შემოდის ეს კონკრეტული ადამიანი, ვინმე კვერთხების მეფე, ვინმე რაღაცა ცოტა გასაიდუმლოებული, ცოტა ისეთი ქარიზმატული ადამიანი, რომელიც მოგიტანთ, რომელიც კარმულად მოდის, თან გაითვალისწინეთ და დაიმახსოვრეთ და თუნდაც წარსულის იყოს ეს კარმული ადამიანია თქვენთვის, რომელიც მოგიტანთ ახალ გაცნობიერებას ურთიერთობისას, თუ რა, როგორ და რანაირად უნდა იყოს, ხო, ახალ შანსებს მოიტანს თქვენს ურთიერთობაში. მოკეთ ეს იყო პირველი ვარიანტი. ნახოთ ახლა მეორე ვარიანტი. როგორც მახსოვს, ყვითელი სანთელი. ვინან რა შემოდის? აქ უფრო წარსული გადახედვა ხდება. მეორე ვარიანტთან უფრო წარსული ადამიანი შეიძლება ან წარსული სიტუაციები მოწრიალდეს, რომელიც გექნებათ რაღაცა გადასალაგებელი, ხო? ხო, რა თქმა უნდა, თან სიკვდილის არკანის მოყვება ამ 6-იან თასებს. ნახეთ, ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი თქვენს ცხოვრებაში რა შემოდის, ხო? რა პირად ურთიერთობაში. ნახეთ, პირად ურთიერთობაში მოდის, მოიტოვოთ რაღაცა წარსულში, შეიძლება ადამიანს დაუშვებდით, რომელსაც არ უშვებდით ცხოვრებიდან, მაინც არ უშვებდით, ხო? ნახეთ, ფიზიკურად აღარ ვართ, მაგრამ სულიერ კავშირს მაინც არ ვწყვეთ, ხო? სულიერად მაინც რაღაცა გვიზიდავს, გვეფიქრება, სოციალურ ქსელებში ვათვალიერებთ, სულ რაღაცა თუ საერთო სანაცნობოდ ყავს, სულ რაღაცას ვკითხულობთ ამ ადამიანზე, თითქოს აი ადამიანი
ადამიანის როგორ ვთქვათ, ყოველდღიურ ყოფიერებაში ვიმყოფებთ თავს, ხო, რაღაც ეს მომენტი არის. აქ თქვენთან შემოდის მდგომარეობა, ნახეთ, მდგომარეობა, როდესაც ადამიანმა ტრანსფორმირება უნდა განიცადოს მის პირად ცხოვრებასთან მიმართებაში, მის პირად ურთიერთობებთან მიმართებაში. რა ხდება დღეს კვერთხების მეფეების ის გვაქვს ბენეფისი. აქაც კვერთხების მეფეა მეორე ვარიანტი. ხო, ნახეთ, კონკრეტულ ადამიანთან მიმართებაში უნდა გავაკეთოთ ტრანსფორმირება, ხო, უნდა დავასრულოთ ჩვენი რაღაცა ის გაურკვეველი ქმედებები, რომელიც თქვათ არ არის სასიამოვნო. მეორე მხრივ შესაძლებელი ხა ყველასთვის ხო არა, ყველას ხო არა აქვს წარსულის მომენტი. მეორესთვის არის ის მომენტი, როდესაც ადამიანის ცხოვრებაში შემოდის ახალი ურთიერთობა, ნახეთ, ახალი ურთიერთობა და ეს ურთიერთობა აძლევს ამ ადამიანს წარსულში მოიტოვოს ყველა ის გამოცდილება ურთიერთობის, რომელიც არ იყო მისთვის სახარბიელო, რომელიც არ დამთავრდა ლამაზად, ბევრი გულისკენა მიიღო, ბევრი რაღაც ემოცია მიიღო, ანუ შემოდის კონკრეტული ადამიანი, რომ მას განაცდევინოს ტრანსფორმირება თავის პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით, ხო? ანუ დააფიქროს ადამიანი თუნდაც იმაზე, რომ იცი რა, შენ არ დაგიშვია შეცდომა ურთიერთობაში, ხო? ერთი მხარე ყოველთვის არ ტყუის, ხო? თქვა შეიძლება მხოლოდ არც გიფიქრობთ იმას, რომ რაღაცა თქვენ დაუშვათ და სულ მას აბრალებს ყველაფერს, ხო? არის, ნახეთ, გაანალიზების საშუალება მოგცეთ ამ ადამიანმა კონკრეტულად ეს ქმედება იყოს ამ ადამიანის თქვენთან. ხო, დაგასრულებინოთ ის მდგომარეობა, დაგასრულებინოთ, ვიღაცისთვის სიმარტოვე, ვიღაცისთვის მიჯაჭვულობები, ვიღაცისთვის რაღაც ემოციური დისბალანსი, ყოველ შემთხვევაში თქვენს პირად სივრცეში შემოვა ადამიანი, საკმაოდ ისეთი მებრძოლი ადამიანი, საკმაოდ გამოცდილი ადამიანი, შეიძლება ესე ვთქვა, რომელმაც უკვე თვითონ გაიარა ის მდგომარეობა, რომელსაც ახლა შეიძლება თქვენ გადიხართ და რომელმაც უკვე შეძლო რაღაცნაირად სწორი გზა ეპოვა ამ სიტუაციაში, ხო, სწორი გზით წაეყვანა თავისი ურთიერთობა, თავისი ცხოვრება, პირადი ცხოვრება, ხო, რაღაცა ის ემოციური მდგომარეობა, ხო. აქ შემოდის თქვენთან კიდევ ის მომენტი, რომ თქვენი კიდევ ერთხელ თუ ვინმესთან ისეთი მომენტი, რომ არავის არ გლოვობთ და ყველაფერი უკვე წარსულზე გვაქვს მიბარებული, შემოდის ადამიანი და სრულდება თქვენი სიმარტოვე. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ შესაძლებელია ამ ადამიანთან იმხელა მიჯაჭვულობის მდგომარეობა შეგექმნათ და ისეთი მიჯაჭვულობის მომენტი გქონდეთ, რომ მერე არ მოგიწიოთ რაღაცა კონფლიქტური მდგომარეობა. იმიტომ რომ ცოტა ნახეთ, ესე ვიტყვი, რომ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში შემოდის, არ იქნება მარტივი ადამიანი. ეს საკმაოდ მძიმე ხასიათების, მძიმე გადაწყვეტილებებს, რომ ძალიან მძიმედ იღებს. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ თვითონაც ძალიან კარგად გამოცდილი არის ურთიერთობებთან მიმართებაში და ძალიან კარგად იცის რა, როგორანაირ და ამავდროულად ამ ადამიანს აქვს ის მომენტი, როდესაც ნატკენი ქონდა და ნახეთ, გამოიყვანა თავისთავი იშრომა, დალაგდა, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ მამაკაცებთან მით უმეტეს განსაკუთრებით ურთიერთობა, რომელიც არ შედგება ისე, როგორც უნდა შედგეს და როგორც ის ცდილობს, რომ შედგეს, ძალიან მტკივნეულად რჩება. ქალბატონები უფრო მეტად მარტივად გადალახავენ ურთიერთობის ტრავმებს, ვიდრე მამაკაცები. და არავის არ ეგონოს და არ გეგონოთ ქალბატონებო, რომ მამაკაცები არ განიცდიან და არ ნერვიულობენ. არ არის ესე. ისინიც განიცდიან და ისინიც ნერვიულობენ. ხა, უბრალოდ ქალბატონებს შეგვიძლია ვიტიროთ, დაქალებს მოვუყვეთ, მეზობლებს მოვუყვეთ, რაღაცა გამოვხატოთ ჩვენი ემოციები, ჩვენი მდგომარეობა, ხო, რაღაცა ვთქვათ, ბოლო-ბოლო 1 წელი ვიგლოვოთ და საბოლოო ჯამში მერე მაინც გადავალთ ახალ ურთიერთობაში, ან შეიძლება არ გადავიდეთ ახალ ურთიერთობაში, მაგრამ ნახეთ,
ნახეთ როგორი მომენტი არის გავაგრძელოთ ხო ცხოვრება უფრო რაღაც ისეთი აქტიურად და უფრო რაღაც ისეთი გავილამაზოთ თავი უფრო მეტად მომხიბვლელები გავხდეთ მიჯი შევიცვალოთ რაღაცა ახალი შევისწავლოთ მაგრამ მამაკაცები ამას ესე მარტივად ვერ აკეთებენ და არ აკეთებენ და მათ ნახეთ შეიძლება ხა მე არ ვიცახი რომ რაღაცა ბომჟდება მაგრამ ყოველთვის აქვთ და აი რო იტყვიან უნდობლობის ფაქტორი ყოველთვის რჩებათ თუნდაც აი 100%-იანი გარანტირებულები იყვნენ რომ ეს ადამიანი ვისთანაც ეხლა არის სასწაული ადამიანი ღმერთისგან აჩუქარი პიროვნება რომელიც არის იდეალური მართლაც რომ იდეალური მას მაინც რჩება კითხვის ნიშნები და მას მაინც უნდობლობის ფაქტორი მაინც აქვს ხოლმე ასე რომ აქ ცოტა ისეთი მამაკაცია აი გამოცდილება რომ ცოტა მძიმედ აქვს და ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ ეს არ იქნება მარტივი საურთიერთობო ადამიანი, ხვდებით? აი ხება ერთი და იგივე კითხვა დაგისვათ 10 ჯერ. ოღონდ სხვადასხვა ფორმატით და ნუ დააკვირდეს თქვენ რა პასუხებს გასცემთ. აი ეს მომენტი გაითვალისწინეთ მეორე ვარიანტი. გამოვქეთ აი ესეთი არის მეორე ვარიანტის პირადი ურთიერთობები. და მესამე ვარიანტი ვინც ერთია ლურჯის სანთელი, ნახოთ. ოთოლის სანთელი კარგად ჩანს თურმე. გაწევრა. ვინც ერთია ლურჯის სანთელი, ნახოთ თქვენ ცხოვრებაში რა ან ვინ შემოდის. აი აქ მესამე ვარიანტთან ვინან რა სიტუაცია შემოდის, აქ პირად ურთიერთობებთან მიმართებაში ცოტა კრიზისული პერიოდი გვეწყება. თუ თქვენ გაქვთ ახლა რაღაცა ცოტა დაძაბული სიტუაცია, ცოტა გაურკვეველი მდგომარეობა, ცოტა გაუთვალისწინებელი სიტუაცია, აქ უნდა ველოდოთ ნგრევას და აქ უნდა ველოდოთ კონფლიქტებს. აი სადმე გვყავს ეს სიტუაცია, ვინან რა შემოდის. ნუ აქ რაღაცა აშკარად განულდება და წერტილი დაესმევა ურთიერთობას. აი მესამე ვარიანტი ვინც აერჩეთ, აქ როგორი მომენტი გაგვიძახ იქნება ის მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ცხოვრებაში ცოტა ისეთი კრიზისული პერიოდი რო იწყება პირად ურთიერთობებში, ნუ რაღაცა კონფლიქტური მდგომარეობა, შესაძლებელია ეხაც არის რაღაცა კონფლიქტური მდგომარეობა და ნუ უბრალოდ ჯერჯერობით მაინც ცდილობთ რომ შეინარჩუნოთ ურთიერთობა, ხო? მაინც ცდილობთ რომ რაღაცნაირად შეინარჩუნოთ კომუნიკაცია, შეინარჩუნოთ ეს რაღაცა სიტუაცია, მაგრამ ნუ ორ კვირაში ახალ მთვარეობას საკმაოდ სამწუხაროდ შემოაქვს ის განხეთქილების და გადაწყვეტილების მდგომარეობა, ხო იქნება, როდესაც ადამიანს ყელში ამოვა და უნდა რომ ყველაფერი დაამთავროს, უბრალოდ უნდა რომ დამთავრდეს, უბრალოდ აღარ უნდა გაგრძელება და აღარ უნდა რომ რაღაცა მოხდეს. ადამიანი ეცდება რომ თავის თავში ჩაიკეტოს, თავის შინაგანი სამყარო დაიცვას, თავისი საზღვრები დააწესოს და უბრალოდ გაერიდოს ყველაფერს, თუნდაც რაღაცა დროებითი იყოს ეს, მაგრამ გაერიდოს, ხო? ანუ აღარ უნდა ის თქვათ როლი, რომელიც მას აქვს, ხო, ამ ურთიერთობაში და ნუ აღარ მოსწონს ეს თქვათ წიგნი, რომელსაც ის პარტნიორთან ერთად წერს, არ არის, ეს ის არ არის, რაც მას სჭირდება, ეს ის არ არის, რაც მას უნდა და შესაბამისად აქ ადამიანი ეცდება, რომ ნუ რაღაცა ცვლილებები გააკეთოს, ეცდება, რომ რაღაცა დაასრულოს. აქ იქნება ისეთი მომენტი, თქვენ გაიგებთ რაღაც ისეთ ინფორმაციას, რომელიც კიდევ უფრო გაამტკიცებს თქვენს გადაწყვეტილების მდგომარეობას, ხო? როდესაც ადამიანი შეიძლება რაღაცაზე ჭოჭმანობს, რაღაცაზე ყოყმანობს, ფიქრობს, რომ არ უნდა იქნებ კიდე რაღაცა შანსი იყოს, მაგრამ აქ იქნება ისეთი ინფორმაცია, როდესაც უკვე წერტილს დაუსვავთ და თქვენს მდგომარეობას დაიცავთ, ხო?
თქვენს ენერგიებს დაიცავთ, თქვენს სულიერ თქვენს პოზიციებს დაიცავთ, ყველაფერს თავი დავანებოთ, ხო? მესამე ვარიანტთან რაღაცა ეს მდგომარეობა შემოდის, ხო? სადაც ნახეთ, საბოლოო ჯამში თქვენ მიიღებთ გამარჯვებას, თქვენ მიიღებთ წარმატებას, მაგრამ ეს არის სამწუხაროდ ის მდგომარეობა, როდესაც ადამიანები ასრულებენ ურთიერთობას. აქ ხა მოვჭერეთ დასწა გარჩევთ იმპერატორზე, ეს არის ადამიანი, შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მეუღლის მდგომარეობა, ვიღაცა ფიქრობს, რომ უკვე აღარ მოსწონს და აღარ სურს, რომ მეუღლესთან გააგრძელოს ესეთი მდგომარეობა, თქვათ, როგორიც აქვს და თქვათ, აღარ მოსწონს ის სიტუაცია, რასაც მისი მეუღლე სთავაზობს, ესე რომ ვთქვათ, და ვიღაცისთვის შესაძლებელია იყოს ეს ისეთ ადამიანთან, ხო, ყველასთან ხო არ იქნება, ანუ აქედან გამომდინარე, რომ ცოტა უფრო მიახლოებით იყოს თქვენთვის გასაგებად თქვენია თუ არა, ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი პრინციპები, რომელსაც აქვს ძალიან დიდი მე თვით ანუ ეგოიზმი, ხო? მე როგორ მინდა, მე რა მინდა, მე საით მინდა, მე და ნახეთ, თქვენ თუ ყოველთვის მიდიოდით დათმობაზე, იმიტომ რომ ამ ადამიანის დაკარგვა არ გინდოდათ აქამდე, იმიტომ რომ გიყვართ, ხომ? მაგრამ უკვე ყელში რო ამოვა ის ჩემი მე და შენ არაფერი და სულ მის გათვალისწინებაზე თუ ხართ გადასული, მაშინ რა თქმა უნდა უკვე გასაგებია, რომ საბოლოო ჯამში მივა იქამდე ურთიერთობა, რომ დასრულდეს, ხო, მივა იქამდე ურთიერთობა, რომ დამთავრდეს, ხო, რაღაც ის მომენტი არის აქ. ასე რომ მესამე ვარიანტი სამწუხაროდ, მაგრამ ცოტა ისეთი მძიმე პერიოდი შემოდის, თუმცა ალბათ მაინც ეს იქნება ის გამარჯვება, როდესაც თქვენი სულიერი მდგომარეობა დაისვენებს და თქვენ თავს ეტყვით, სარკეს ჩაიხედოთ და ეტყვით, რომ მე ბედნიერი ვარ, ხო, რაღაცა ეს მომენტი, თითქოს რაღაცა ტვირთს რო ჩამოიხსნის, წერტილს რო დაუსვას, რაღაც ჩამოიხსნის, დადებს ამ ტვირთს და ხრები განთავისუფლდება, ხო, რაღაცა ვემ რა კარგია, რო აღარ მტკივა ზურგი ამ ტვირთის ზიდვით, ხო, რაღაცა ეს მომენტი, როდესაც არის. აი მესამე ვარიანტს ეს სიტუაცია აქვს, ეხლა უბრალოდ ეს სიტუაცია შემოდის მესამე ვარიანტთან. მე ბედნიერ ურთიერთობებს ვისურვებ თითოეულ თქვენთაგან უსაწყო სიყვარულს, წარმატებას, ბედნიერებას და იმედია, რომ ყოველთვის გეყოლებათ ის ადამიანები გვერდში, რომელიც სწორი ადამიანები არიან, თქვენი ადამიანები არიან და ყოველთვის ეცდებიან, რომ გაგაბედნიეროთ. ბედნიერება ერთი მხრიდან არ უნდა იყოს ყოველთვის, მაგას ვამბობ, რომ მამაკაცი თუ რამეს დებს, ქალბატონმაც აუცილებლად უნდა დააბრუნოს ეს და თუ ქალბატონი დებს, აუცილებლად მამაკაცმაც უნდა დააბრუნოს. ანუ დაბრუნება იმას არ ნიშნავს, რომ ვინმესგან რამეს მოევლის, უბრალოდ ეს არის ერთმანეთის პატივისცემა, გათვალისწინება და ზუსტად იმ სიყვარულის დანახება, რომელიც თქვა სიტყვებით შეიძლება გამოვხატოთ, ხო? სიტყვა მიყვარხარ, უბრალოდ სიტყვა და მეტი არაფერი, თუ მას ქმედება არ მოყვება ნებისმიერი ადამიანისგან, არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის ქალი თუ მამაკაცი. კიდევ ერთხელ ბედნიერებას გისურვებთ, წარმატებას ითხოვთ თქვენთაგან. დროებით.